30 მაისს გორგასლის მოედანზე ქართული ღვინისა და კუთხეების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება. ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული, რომელიც უკვე მეოთხე წელია ტრადიციად ტარდება მეიდანზე. წისქვილის ჯგუფის პროექტია, მათი ორგანიზებით გორგასლის მოედანი ერთი დღით საქართველოს ყველა კუთხის საუკეთესო ღვინოს, კულინარიისა და ტრადიციებს გააერთიანებს. ფესტივალის პარტნიორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო. დეტალებით ჩვენი ჟურნალისტი კატო ბარამიძე შემოგვიერთება ახლა პირდაპირ ეთერში. კატო, დილა მშვიდობისა. დილა მშვიდობის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. თუ ჯერ კიდევ არ დაგიგეგმავთ, როგორ გაატაროთ მომავალი უქმე დღეები, ახლა მე იმ ერთ მიზეზს გეტყვით, რის გამოც შაბათ დღეს ნამდვილად ვერ დარჩებით სახლში. ხვალ 30 მაისს თბილისის შუაგულში გორგასლის მოედანზე ქართული ღვინისა და კუთხეების რიგით მესამე ფესტივალი გაიმართება. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ თბილისიდან გაუსვლელად იმოგზაუროთ საქართველოს ყველა კუთხეში, დააგემოვნოთ საუკეთესო ღვინო, მიირთვათ უგემრიელესი კერძები და ასევე მიიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა სახალისო გათამაშებაში, სადაც პრიზებიც კი არის გათვალისწინებული. ამ მასშტაბური ღონისძიების უკან ორი კომპანია დგას, რომლის წარმომადგენლებთან ერთადაც მე უფრო მეტ დეტალს გაგაცნობთ. წისქვილი ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელი ანანო თავხელიძე იმყოფება ჩვენთან ერთად. დილა მშვიდობის ანანო, მადლობა რომ დილიდან ჩვენთან ერთად და პირდაპირ რიგში მოდით მაყურებელს ვუთხრათ, რა დახვდებათ ფესტივალზე მოსულ ადამიანებს. მოგესალმებით, წისქვილი ჯგუფისთვის ეს ფესტივალი მთელი წლის შეჯამება, რასაც მთელი გუნდი ვაკეთებთ, ეს ქართული ტრადიციების სტუმარმასპინძლობა, ყველაფერი აი აქ მოიყრის თავს ხვალ. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ველოდებით ფოლკლორულ ქორეოგრაფიულ ანსამბლებს, იმერეთიდან, გურიიდან, სამეგრელოდან. დაახლოებით 60-მდე ღვინის კომპანია თუ ქართული მეწარმეები წარსდგებიან სტუმრების წინაშე, ველოდებით ასევე ძალიან ბევრ სტუმარს, როგორც ქართველს, ასევე უცხოელს. აუცილებლად უნდა დაიგეგმოთ ბავშვებთან ერთად, რადგან ადგილზე გვექნება საბავშვო ზონა. მთელი დღის განმავლობაში იქნება უწყვეტი კონცერტი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. წისქვილი ჯგუფის გასტრონომია, ყველაფერი, რაც კარგი განწყობისთვის არის საჭირო. ამასთან ერთად ამ დღეს დაემთხვა ჩემპიონთა ლიგის ფინალი. შესაბამისად, საღამოს 8 საათზე პირდაპირ ტრანსლაცია იქნება ჩვენი ფესტივალიდან დიდი ეკრანი. შესაბამისად, აქ მოსული სტუმრებს შეუძლიათ დარჩნენ და ერთად უგულშემატკივროთ ხვიჩა კვარაცხელიას. ამიტომ გელოდებით ყველას. ეს ფესტივალი უკვე მესამე წელია ტარდება და დავიწყეთ წისქვილის ეზოდან და გვიხარია, რომ უკვე ამხელა მასშტაბები აქვს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელი პროექტი გახდა, რადგან ვფიქრობთ, რომ თავს ვუყრით იმ ქართულ ტრადიციას, სტუმარმასპინძლობას და ყველაფერი იმას, რასაც წისქვილი ჯგუფი წლებია უკვე ემსახურება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა უნდა მოხვიდეთ, ჩაერთოთ ჩვენს აქტივობებში და მთელი წლის განმავლობაში მიიღოთ სიამოვნება, მოусმინოთ ქართულ მუსიკას, უყუროთ ქართულ ცეკვას. ანუ ასევე ჩვენ დასაწყისში ვახსენეთ აქტივობები და შეჯიბრებები, ესე რომ ვთქვათ, და პრიზები. მოდი ამაზეც რომ უთხრათ მაყურებელს. ხვალ გვექნება ღვინის და ინფორმაციო სტენდი, სადაც ჩვენი მეღვინე და სომელიე გიორგი სხვადასხვა ტიპის კვიზებს გააკეთებს, ასევე გათამაშდება წისქვილის თეატრის მიუზიკლის ბილეთები. ამიტომ ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც აუცილებლად უნდა ჩაერთოთ ამ ყველაფერში. დიდი მადლობა ანანო, მე დაგემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ. გორგასლის მოედანი რომ ისტორიული მნიშვნელობის არის, ამას შეხსენება ნამდვილად არ უნდა, თუმცა საინტერესოა ამ ყველაფერს როგორ ეხმიანება ფესტივალი. მეიდან ჯგუფის წარმომადგენელი ნათია ცეცხლაძე, ნათია დილა მშვიდობის და მოდით მაყურებელს ვუთხრათ უშუალოდ ისტორიული თვალსაზრისით, როგორ ეხმიანება ფესტივალი ამ ყველაფერს და როგორ გააცოცხლებს გორგასლის აი უძველეს ისტორიას. მოგესალმებით, დილა მშვიდობის. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული ფესტივალები და ზოგადად მსგავსი ფესტივალები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც ღვინოსთან დაკავშირებით გააჩნია 8000 წლიანი ძალიან საამაყო ისტორია. ხოლო რაც შეეხება თვითონ გორგასლის მოედანს, ისტორიულად როგორც ვიცით, ამ მოედანს ეწოდებოდა რაღაც პერიოდი შაითან ბაზარი, შემდეგ თათრის ბაზარი და ზუსტად ამ მოედანზე ხდებოდა ის პროცესები, რაც ხვალ იქნება ჩვენს ფესტივალზე. აქ ჩამოდიოდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და არა მხოლოდ საქართველოს რეგიონებიდან, ამიერკავკასიის სხვადასხვა ქვეყნიდან მცირე მეწარმეები, ვაჭრები, რომელსაც ჩამოქონდათ მათი პროდუქცია და აქ მიმდინარეობდა აი ეს ყიდვა-გაყიდვის პროცესი. ოღონდ ძალიან საინტერესო არის ის, რომ აი ამ პროცესს ჰქონდა თავისი წესები, როგორ უნდა დაიწყოს, როგორ უნდა დასრულდეს და ასევე ძალიან საინტერესო იყო ის, რომ პირველი აქ ყიდვის უფლება ჰქონდათ
ეგრეთ წოდებულ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ანუ გადამყიდველებს არ ქონდათ უფლება, რომ პირველი შეეძინათ ეს პროდუქცია და როგორც კი მორჩებოდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ამ პროდუქციის მიყიდვა, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებოდა ეგრეთ წოდებული ეს ყიდვა-გაყიდვის პროცესი და დღეს, ახლა დღევანდელ დღეს რო შევადაროთ, გორგასლის მოედანი წარმოადგენს მთავარ ტურისტულ ცენტრს და მთავარ ტურისტულ მოედანს თბილისისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის და აქ ნებისმიერი ჩამოსული ტურისტისთვის ნომერ პირველი სანახავი ადგილი გახლავთ გორგასლის მოედანი, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურისტი როცა მოდის, ერთდროულად აქ შეუძლია რომ ნახოს ქართული ღვინის ნაირსახეობა, ქართული ფოლკლორი, ქართული გასტრონომია და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვისაც და ჩვენი კომპანიისთვისაც, რომელიც 25 წელია ამ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს, ძალიან საამაყოა, რომ ჩვენ შეგვაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში. დიდი მადლობა ნათია, მე წარმატებებს გისურვებთ ხვალ. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ხვალ გორგასლის მოედანზე ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალი შუადღის 12 საათიდან დაიწყება. მე ამის დაგემშვიდობებით, ბედნიერ დღეს გისურვებთ.